მოგესალმებით ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო, ჩემო ჭკვიანებო. ეს ვიდეო არის სასწავლო, ასე ვთქვათ, ვიდეო მე თქვენ აქ გაგიზიარებთ ჩემს ხედვას საერთოდ ტრანსფორმაციულ არკანებზე. ვიცი რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ჩვენ მთელი ცხოვრება აქ იმისთვის ვართ, რომ გავიაროთ ტრანსფორმაციები და როგორც ვიცით რომ ეს ტრანსფორმაციები ჭირდება ჩვენ სულს და აქ ჩვენ მოვდივართ იმისთვის რომ ვისწავლოთ სიყვარული და თვითმიღება. ტრანსფორმაციები მიდის სულ მთელი ცხოვრება არის ჩვენში ტრანსფორმაციები, ამიტომ ნუ გაქვთ ილუზიები რომ ყველაფერი იქნება დაუშვათ ისე დალაგებულად როგორც ჩვენ გვინდა დალაგდება, მაგრამ იმ შემთხვევაში შენ თუ არ ეწინააღმდეგები ამ ტრანსფორმაციებს შედიხარ, რაც უფრო მალე შეხვალ და რაც უფრო მიიღებ იმ მომენტს, რომ რამე უნდა შევცვალო პირველ რიგში მე ჩემში, მით უფრო მალე ნელ-ნელა გადახვალ იმ დონეზე, რომ აი პირველ რიგში აქ არის აი სულიერ განვითარებისკენ რა. იბატონო ჩვენ ცხოვრობთ დედამიწაზე და ჩვენ დედამიწის მიწიერ კანონებსაც ვიღებთ, მაგრამ არავის არ გინდა მიიღო, გინდა არ მიიღო, არსებობს კიდე ტრანსფორმაციები სულიერიც რა და რა თქმა უნდა ამ სულიერ ტრანსფორმაციებს ჩვენ გავდივართ დედამიწაზე. მე დღეს ავიღე კლასიკით, რადგან მე ვასწავლე ტარო უეიტზე, კლასიკას ვასწავლი და პლუს მანარას, ამიტომ ავიღე დღეს ამ ორი დასტის ეს ტრანსფორმაციული არკანები, იმიტომ რომ არის სხვაობა, იმიტომ რომ მანარა არის ორაკული, ეს არის უკვე კლასიკური ტარო, ხო? ანუ ჩვენი სულის გზა. და ვინც ახლა სწავლობს ჩემს კურსებზე, ისინი გადიან არა მხოლოდ იზეპირებენ რაღაც მნიშვნელობებს, გადიან თვითონაც გადიან ტრანსფორმაციებს, გადიან ერთგვარ თერაპიას და უფრო სხვანაირად იღებენ, ანუ ტარო მაგათვისაც, როგორც ჩემთვის არის ერთ-ერთი საუკეთესო ფსიქოლოგიის წიგნი, რომელიც ჩვენ ბევრ ამას გვეუბნება. так, ეს ცოტა აქეთ გავაკეთოთ, ეს პირველი უფრო აქეთ არის ტრანსფორმაციები, ხო? ჯერ გაჩვენებთ, ну, ნახოთ შეიძლება როგორც წავა, ისე წავა, მე შევდივარ ნაკადში და გიყვებით. ანუ მე-13 არკანი, ხო? მე-13 არკანი ეს არის პირველი ტრანსფორმაცია, რომელიც ჩვენ გავდივართ. აქ კი არის აი კიდე მე-5 არკანი და მე-14, ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით და შეიძლება აქეთაც დავდო. ну, ვნახოთ ახლა როგორც იქნება. კაი. მე-13 არკანი არის როგორი ენერგია. ეს არის უკვე ისეთი პერიოდი შედის თქვენ ცხოვრებაში, როცა თქვენ ხვდებით, რომ მორჩა როგორც იყო, უკვე აღარასოდეს არ იქნება. აი სხვაობა არის ძალიან დიდი მანარას მე-13 არკანთან, გეტყვით მაგაზეც, ხო? აქ ჩვენ ეს არ უნდა გეშინოდეს თვითონ ახლა სიკვდილი კი ქვია, მაგრამ სიკვდილი არის, ანუ გარდასახვა, ანუ მე ვიცვლები, მე უკვე როგორიც ვარ, არ ვიქნები. აი ყველაზე ძალიან ესეთი ადვილად გასაგები არის, როგორ ნახეთ, როცა შენ დაუშვათ იყავი, ну, ბანალური ავიღოთ. აი თქვა დაკორწინდი სიტყვაზე, ხო? ну ეხლა ბიჭები უნდა და გოგოებაც რომ გაიგონ. უკვე შენ ყველა ვარიანტი, თქვა დაკორწინებული იყავი და გაშორდი. მორჩა, შენ ბევრიც რომ უკვე თქვა, რომ დაუშვოთ, მე არასოდეს არ ვიყავი კორწინებაში, ვერ იტყვი, იმიტომ რომ всё მორჩა. მაგრამ შენ რომ გამოხვიდე, შენ მაინც ეს დაგჭა გოგოებს, აი კიდე, ну დაგჭა ეს სტატუსი რა, იყავი. მაგრამ უკვე რომ გამოხვიდე, ისე უკვე აღარა ხარ უკვე საქორწილო დაუშვოთ, ხო, всё, შენ უკვე სხვა სტატუსი გაქვს. კიდე, აი გოგოების უფრო გასაგებად იქნება დაუშვოთ, როცა შენ ბავშვს აჩენდე, რადო ზოგჯერ აჩვენებს ტრანსფორმაცია, ну მე-13 არკანი კიდევაც თუნდაც ორსულობას, ხო? გაჩენას უფრო, აი გააჩინე. შენ როცა უკვე ბავშვი გააჩინე, всё, მორჩა, შენ უკვე არასოდეს არ იქნები, არა, ანუ ესეთი ქალი, რომელიც არასოდეს არ გაუჩინე, ტრანსფორმაციები მოხდა შენს ორგანიზმში, შენშიც მოხდა, ანუ ისეთი როგორც იყავი, შენ ვერასოდეს ვეღარ იქნები, всё, მორჩა.
აი ეს არის მე-13 არკანი. ანუ რაც აი მოკვდა და მოკვდა უკვე. всё, არასოდეს არ იქნება. ისე როგორც იყო. გინდას ურთიერთობაზე მიდგომა, ხო, სიტყვაზე. ანუ მე ვიყავი დაუშვათ ტოქსიკური ურთიერთობაში, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე აღარასოდეს აღარ შევალ ესეთ ურთიერთობაში. მორჩა, მე მანდე ვიყავი, მე ეს უკვე მივიღე, მე ეს გაკვეთილიც გამოვიარე, ყველაფერი იყო. მორჩა, მე ვიღებ გადაწყვეტილებას, რომ აი გადავჭერე, всё, ისეთი უკვე აღარ ვიქნები. აი ეს არის, ანუ გადავდივარ უკვე მე სხვა ეტაპზე. უკვე всё, აი განულებაც მოდის აქ. მე ვიღებ მყარი გადაწყვეტილებას, გავნულდი და გადავდივარ ჩემი ცხოვრების სხვა ეტაპზე. ეს არის აი გადაწყვეტილება, ეს არის აი ისეთი ტრანსფორმაცია ჩემში მოხდა, რომ მე მივხვდი, რომ მე ისე როგორც ცხოვრობდი, მე აღარ მინდა რომ ვიცხოვრო, მორჩა, დამთავრდა. აი ეს არის მე-13 ენერგიის ტრანსფორმაცია. თუ ჩვენ ახლა შევეხებით მანარაში არის მე-13 ენერგია, უფრო ანუ ესეც არის ისეთი გარდაუვალი პროცესი. კი გვაჩვენებს ჩვენ, რომ ეს უკვე ანუ საერთოდ ისეთი პროცესი, სადაც უკვე დაბრუნება არ შეიძლება. კი, შეიძლება აქაც აჩვენოს, მაგრამ აქ არის ტრანსფორმაცია ურთიერთობის კრიზისის მერე. ну პრინციპში არის რაღაცა ის რომ მსგავსობა, კი, მსგავსება არის, მაგრამ მანარაში ძალიან ხშირად უკვე აჩვენებს იმას, რომ უკვე ურთიერთობა დასრულდა. კი, აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ დასრულდა, მაგრამ საერთოდ მე-13 არკანი არის, როგორ ნახეთ, გადადის ურთიერთობა სხვა ანუ იცვლება რაღაცა, ანუ კრიზისის მერე გამოვდივარ და გადავდივარ სხვა ეტაპი. ეს ეტაპი, აი ეს შეიძლება ვთქვათ, რომ ერთი და იგივე არის, რომ ეტაპი იქნება ყველა ვარიანტში კარგი. რატო იქნება ყველა ვარიანტში კარგი? იმიტომ რომ უფრო სხვანაირი, კი, შეიძლება ადამიანები რომც დაშორდნენ, ესეც კარგია ორივესთვის, იმიტომ რომ მივხვდით, რომ ჩვენ აი აღარ შეგვიძლია ვიყოთ ერთად. ამიტომ კარგია, იმიტომ რომ შენ რო ერთ კარებს რო ხურავ დაუშვათ, ხო, იკეთება ერთი კარები, მეორე გაიღება. ანუ სამყარო საერთოდ ჩვენზე ზრუნავს ყოველთვის და რა თქმა უნდა გვაძლევს ყველაფერს, ესეც იცოდეთ, საუკეთესოს, ყველა ვარიანტში. ამიტომ აქ უკვე არის ხშირ შემთხვევაში, ну ყოველ შემთხვევაში, ხა ჩემთან აჩვენებს, როცა უკვე ურთიერთობა დასრულებულია. ანუ გადასვლა ახალ ეტაპზე ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანთან უკვე როგორც იყო, აღარ იქნება არასოდეს. ეს არის, როგორ იცით, ანუ გარდაუვალი ფინალი არის დასრულება, სადაც უკვე არ არის დაბრუნება იქ, ну, იმ სიტუაციისთვის, ну, ღმერთო ჩემო, რომელიც უკვე იყო. всё, მე მგონი ახლა პრინციპში ეს არის უკვე გასაგები, ხო? იმიტომ რომ არის კი სიტუაცია ისეთი კიდე, რომ აქ შეიძლება ერთ-ერთი პარტნიორი ცდილობს მაქსიმალურად, არა, საერთოდ არის უფრო პარტნიორულია რა, პარტნიორებზე უფრო სიტუაციებზე გვეუბნება და აქ შეიძლება რომ კიდე გვაჩვენოს, რომ ერთ პარტნიორს არ უნდა რომ მიიღოს ის გადაწყვეტილება, რომ თქვათ, всё, ну, მიუღებლობა არა აქვს რა, იმისი, რომ ეს ურთიერთობა უკვე დასრულდა, მაინც, ანუ ცეკვა არის, ხო, ხედავთ, სიკვდილთან ცეკვა, ანუ მაინც ცდილობ, რომ იქნება და რაღაცა კიდე შანსი მომცე. იმიტომ რომ არ უნდა რომ დასრულდეს და შეიძლება თქვათ, უფრო წელავს, თქვათ, იმ განშორებას რა. და ცდილობს მაქსიმალურად, რომ კიდე იქნება გავაჩერო მე ეს სიტუაცია ნებისმიერ ფასად. ანუ ხშირ შემთხვევაში კიდე იმას აჩვენებს, რომ თქვათ არაფერი არ ხდება და იცის რომ უკვე სიტუაცია, რომ ურთიერთობა უნდა დასრულდეს, მაგრამ ვითომ, ну, ისე ფიქრობს, რომ აი კიდე იქნება რამე კიდე მოხდეს აქ რა. მაგრამ გეუბნებით, რომ აქ არის ცვლილება, მაგრამ ეს ცვლილება აუცილებლად, აი იმის მიუხედავად, რომ რა მოხდება, არის ყოველთვის უფრო უკეთესობისკენ, იმიტომ რომ საერთოდ მე როგორც გითხარი, ტრანსფორმაცია ყოველთვის ჩვენ უფრო გზრდის და უფრო სხვანაირი ხდებით ჩვენ, რა თქმა უნდა, ტრანსფორმაციის მერე. ეხლა გადავედით ჩვენ შემდეგი, გვაქვს ჩვენ ტრანსფორმაცია, აი ახლა
გაჩვენებთ, აქ ცოტა შეიძლება შევჩერდე. ეხლა მანარაში იმდენად არ არის ისე თქვა ღრმად ნაჩვენები, აი ეს სულიერი განვითარება, ნახეთ. კიდე აქ შეიძლება მარტო ურთიერთობაზეც ხო არ არის, აქ არის კიდე ის მაჩვენებელი, რომ დაუშვათ ადამიანის ცხოვრებაში, ადამიანი ხვდება იმას, რომ მე უნდა შევცვალო, ანუ მეხუთე ჯვარი იცენ ჩემო მოსწავლეებმა, რას ნიშნავს. აქეთ ცოტა გადავდებ მანარას ჯერ, რომ თქვენ კარგად დაინახოთ. საერთოდ მე ვასწავლე, ჯერ ჩვენ გავდევართ როგორც პირველი გაკვეთილი, მე თქვენ გაჩვენეთ ერთ-ერთ გაკვეთილში იმის, რომ როგორ ვითარდება სული, ხო? თქვათ მისი გზები, ნუ განახეთ ახლა ემოციებით, კვერთხებით იყო ნაჩვენები, ყველა მასში რა, აბსოლუტურად რა. მაგრამ მე შემდეგ ჩვენ უკვე მაღალ არკანებს ვაერთიანებთ დაბალ არკანებთან, როგორ მუშაობენ, ხო? იმიტომ რომ ეს არის ჩვენი ენერგია, ეს როგორ ეს ვითარდება ყველაფერი, დაბალი არკანები მაგას გვაჩვენებენ ჩვენ ყოველთვის და ამიტომ აქ ახლა დაუშვათ მე რატო არის ასე დადებული, იმიტომ რომ ნუ ჩვენ ვსწავლობთ სხვანაირად, ვისაც გაინტერესებთ კი მიხვდებით თუ მოხვალ ჩვენთან, ან როცა მოხვალ ჩვენთან, ჩვენს აკადემიაში, უბრალოდ თქვენ ახლა აქ პატარა მაგალითებს განახებთ რა. ნახეთ, როცა ადამიანი აქ ხვდება, რომ რაღაცა всё უკვე სხვანაირად უნდა იყოს სიტუაცია, სხვანაირად უნდა იყოს თუნდაც ჩემი ცხოვრება, ხო? და აი აქ კიდე გარდატეხვა იმისიც მიდის, რომ ადამიანი იღებს გადაწყვეტილებას და ხვდება, რომ რაღაცა უნდა შევცვალო, ხო? აი შედის მე აი ამ ტრანსფორმაციაში, ეს არის სულიერი ტრანსფორმაცია, ამ ტრანსფორმაციაში ხვდება ადამიანი იმის მიუხედავად რა სტატუსი აქვს რა, თქვა ფინანსურად როგორ არის, არა აქვს მნიშვნელობა არანაირი. თუ შენ არ ვითარდები სულიერად, შენ ადრე თუ გვიან მაინც მიგიყვანებენ სად? ანუ ნახეთ, მე მივხვდი რომ რაღაცა უნდა გავაკეთო, რომ მეხუთე საერთოდ ჯვარი, ხო, ასე წოდებული. ნუ ჯვარსაც ვიცახეთ, იმიტომ რომ ჩვენ ასე გარშემო ყველანაირად, ყველა მასტერსაც, ხო, ასე ვალაგებთ და ნუ კიდე იქ სამეფო კარის არკანებსაც ვალაგებთ და ისე შევდივართ უკვე ამ ენერგიაში და უფრო კარგად ხვდებით, რას ნიშნავს აი ეს სულიერი კრიზისი, რა ეს რას ნიშნავს ეს სულიერი ტრანსფორმაცია. როცა შენ იღვიძებ და როცა შენ ხვდები, რომ უკვე რაღაცა უნდა გავაკეთო, როცა შენ ხვდები, რომ აქ შეიძლება ადამიანმა ბევრი რამე დაკარგოს, ხო ხვდებით, აი ბევრი რაღაც აქ ნახეთ, აი დაუშვათ ადამიანი იყო ბიზნესმენი სიტყვაზე და მივხვდა, რომ აღარ მინდა მე არც ფული მახარებს, მე არც თქვათ ეხლა ჩემი სტატუსი მახარებს, არც არაფერი მახარებს, იმიტომ რომ სულიერად არა ვარ კარგად რა, სულიერად არა ვარ კარგად, კი რაღაცას ყველას გაუმარჯო, ხო? ყველას თქვათ რაღაცა ნუ დაუშვათ ახლა ფინანსურადაც კარგად ვარ, მაგრამ არ მყოფნი სულიერად არა ვარ კარგად და ამიტომ აქ ადამიანი შედის ისეთ ენერგიაში, როცა თითქოს აღვიძებენ და ეუბნებიან, რომ სულიერი და მატერიალური თუ არის ერთად, მაშინ იქნება შენ წარმატებული. აი აქ სულიერი განვითარება არის. აქ ადამიანი რაღაცას უკვე სწავლობს. ანუ არიან ბევრი თქვათ, ახლა შეიძლება თქვენს გაგიგიათ, რომ თუნდაც აი ძალიან თქვათ ახლა ფულიანი ადამიანებიც მიდიან თქვათ რაღაცა ან ინდოეთში, ან ტიბეტში, ან რა ვიცი მე ბალიზე, სადღაც მიდიან ისეთ ადგილებზე, სადაც ან საერთოდ ზოგი ეკლესიაში საერთოდ მიდის ხო, ყველაფერს წირავს და მიდის. ანუ ეს არის ესეთი სულიერი ტრანსფორმაცია არის აი აქ. ნუ ეხლა მოკლედ გაჩვენეთ უბრალოდ ეხლა ნუ აქ მინდა რომ თქვენ შეიგრძნოთ ეს ენერგიები რა, როგორ მიდის საერთოდ ადამიანის ტრანსფორმაცია. რა თქმა უნდა, აქ როცა ადამიანს აქ რაღაცა გამოცდილება მიღებული, ხო, გადადის უკვე აი ამ ტრანსფორმაციას, სადაც არის კოშკი. კოშკის არ უნდა გეშინოდეთ რა. აქ არის უკვე ადამიანმა მიიღო რაღაცა ერთგვარი გამოცდილება და ეხლა ცდილობს აი აქ ნუ მეშვიდე არკანები და აქ დაგელაგეთ, ხო? რატო? იმიტომ რომ ეგენი ერთად მოდიან, იმიტომ რომ მეშვიდე არკანი თუნდაც ეთლის, ესეც არის უკვე როცა ადამიანი მიდის სულიერ განვითარებაში, ესეც არის რა. ერთგვარი. იმიტომ რომ აი აქ მე უკვე ხვდები, რომ
მივიღე რაღაცა გამოცდილება, გავიარე რაღაცა პერიოდი. ეხლა მოვიდა ის დრო, რომ უკვე უნდა დავტოვო ძველი, რაც უკვე მე აღარ მჭირდება. ნუ აი კარტოფილში რო თქვა გავარჩიეთ ჩვენ შიგნეულის ტოვებ და მაგის კერგს ვაგდებ. ნუ ეს იყო ჭირდებოდა ამ კარტოფილს რო განვითარდეს, არ ვიცი რატომ მომივიდა ეხლა ეს მაგალითი. მაგრამ ვტოვებ იმას, რაც ჩემთვის არის კარგი, რის გამოც მე უკვე შემიძლია თქვა კარტოფილიდან შევწვა. კარტოფილით შევწვა соуზი გავაკეთო, სუპი გავაკეთო და ასის შემდეგ. ნუ ძალიან ბანალურად გიხსნით, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ზუსტად გასაგებად რა. რომ მივხვდეთ, აი ეს რას ნიშნავს რა. აქ ადამიანი ტოვებს რაღაცას, აი ნახე ძირე რჩება და აი ეს თვითონ ეს კოშკი, ხო, ანუ იცვლება. ანუ და რა თქმა უნდა, ეს არის უკვე ადამიანი მიისწრაფება, ანუ ჩქარა მიდის, ჩქარა ვითარდება. იმიტომ რომ უკვე გამოცდილება, რომელიც დარჩა მაგაში, ის დაეხმარება მაგას ყველა ვარიანტში. ეხლა ნახეთ თქვენ, აი როგორი სხვაობა არის მანარაში. მანარაში დუს ხმა გესმით, ეხლა მე ბოდიშს გიხდით, იმიტომ რაღაც სამუშაო დაიწყო და ვერ გავაჩერებ ეხლა ვიდეოს რა, ნუ მაქსიმალურად ვცდილობ, მაგრამ ხმამ ახლა ვილაპარაკო. თუ დაუშვათ აი მანარას ნახეთ, შეხედეთ. აქ იშვიათად ჩემ შემთხვევაში, მაგალითად, მე რომ წლები ვმუშაობ მანარაზე, მე არ მქონია ის მომენტი, რომ ადამიანებს ვთქვათ, რამე, ანუ ვთქვათ, ნუ დაშორება, ან დაუშვათ რაღაცა დანგრევა, პირიქით, აქ ანაჩვენებენ როგორ შეიძლება არის აი თუნდაც ურთიერთობაში კი არიან ძალიან შეიძლება ტოქსიკური ურთიერთობა, მაგრამ ძალიან მყარი ურთიერთობა, იმიტომ რომ აქ არის როგორი მომენტი, იცით, ნახეთ, პირიქით დაჟაჩვენებს, რომ ურთიერთობა ყველაფრის მიუხედავად პირიქით იქნებიან ადამიანები ერთად, აქ არ არის დანგრევა, არაფერი, აქ შეიძლება რთული სიტუაცია იყოს. აქ შეიძლება ვიღაცების ჩარევა იყოს, კი ბატონო. შეიძლება არის პირიქით ისეთი კორწინება, რომელიც არ შეიძლება რომ დაანგრიო, თქვათ, ხო? იმიტომ რომ არის ნუ ეს კოშკი, ორი კოშკი დგას, ხო? აი ნათესავებიც, ხო, ნახეთ, ეს დაჟაჩვენებს ხშირ შემთხვევაში, აი საქართველოში ხო არის, თქვათ, მომენტები, რომ ადამიანები, თქვათ, აშორდებიან, იმიტომ რომ თქვათ, აქ არის ნათესავები, აქ არის ოჯახი, აქ არის სოციუმი, აქ არის ბიზნესი შეიძლება, ხო? ანუ არის რაღაცა მომენტები, რომელიც არაძლევს შეიძლება ადამიანებს უკვე არაფერი არ აერთიანებს, თქვათ, როგორც აი სულიერად ერთად არ არიან, ხო, მაგრამ მაინც არის სიტუაცია, რომ აი არ შეუძლებელი არის, რომ ეს ურთიერთობა დაუშვათ დაანგრიო. აი არის ესეთი პლუს შეიძლება ანუ არის კონფლიქტი ინტერესების, როცა თქვათ, ანუ პარტნიორთან ან საზოგადოებასთან რა. ნუ არის ბევრი, თქვათ, სხვაობა შეხედულებებში, თქვათ, ერთ პარტნიორს, თქვათ, აქვს თავისი შეხედულება, მეორეს სხვა. კი, აი აქ даже ნახეთ ასეთი ხაზები, ხო, ეს შეიძლება даже ცრემლსაც აჩვენებს, რომ თქვათ, რა ვქნა, არ მომწონს, არ შემიძლია გამოსვლა, ხო, ხედავთ? აი აქ უფრო ადამიანები პირიქით გაიგებენ იმას, რომ თქვათ, უკვე всё, ჩვენ რაღაცა ეტაპი გავიარეთ, ან რაღაცა უნდა შევცვალოთ, ან უნდა დავშორდეთ, ხო? ამანარაში ეს აი ნუ ყოველ შემთხვევაში კიდევაც გეუბნებით, ჩემთან არასოდეს არ ყოფილა ისეთი მომენტი, რომ თქვათ, აი დაშორება პირიქით ყველაფრის მიუხედავად, ნუ სიტუაცია არ ინგრევა. არის ისე როგორც არის და კიდე დაგვრჩეთ ჩვენ მე-20 არკანი, მე-20 არკანი არის ძალიან ლამაზი, საერთოდ მიყვარს, ნუ მე ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ აქ არის გამოღვიძება ადამიანის, მანარაშიც პრინციპში და შემიძლია თქვა ძალიან მსგავსება არის, რომ ეს აჩვენებს ხშირ შემთხვევაში მონათესავეს სულებს, ხო, როცა ხვდებიან ერთმანეთს. აქ ახლა არის როგორი სიტუაცია კიდე აი კარმული ურთიერთობაც, რასაც ჩვენ ვეძახეთ, ხო? აი აქ ნამდვილად არის როგორი პარტნიორი იმიტომ შემოვიდა, რომ დაგეხმაროს შენ მაქსიმალურად, თქვათ, აი აქაც შვიდიანები არის, ხო, მაქსიმალურად რომ შეგცვალოს, ანუ რომ შენ უკვე თვითონ შენ არ გესმის რა, ზიხარ ამ შენ რაღაცებში
თქვათ, ხო, რაღაც დადგენილებებში და უკვე დრო ამოვიდა, რომ შენ რაღაცა შეგცვალოს, დაგეხმაროს. თავისი ქცევები, თავისი ყველაფერი, როცა შეება შენი პარადიგმები, ყველაფერი იცვლება, ინგრევა. ანუ შენ როცა აქ თითქოს აი მე მაგალითად ეს შედარება მაქვს, რომ აი რაღაცა აი ძალით რომ უნდა დაგარტყავს თავში რაღაცა, რომ გამოიღვიძო ბოლოს და რაღაცა გააკეთო, ხო? აი ეგეთი მომენტი არის და აქ არის როცა უკვე ესეთი მომენტი არის, როცა ადამიანს აქ ეს უფრო სწრაფი კიდე ენერგია, აქ მოდის უკვე ბედი ერთობა და უკვე აი თითქოს გამოღვიძება, ესეთი ტრანსფორმაცია არის, როცა გადასვლა არის ურთიერთობის სხვა ეტაპზე ყველა ვარიანტში. აქაც არის იგივე თქვათ მე-20 არკანში მანარაშიც რომ გადადეს ურთიერთობა, პლუს კიდე არის შეიძლება აღორძინება ურთიერთობის კრიზისის შემდეგ, ეგაც შეიძლება აჩვენებს, მაგრამ კიდე აი აქ ნახეთ მანარაში აჩვენებს, როცა უკვე სექსუალური ენერგია, ნახეთ აქ სექსუალური ენერგია გადადა ურთიერთობაში, ხო? გადადის უკვე უფრო სულიერ ურთიერთობაზე რა, ანუ ურთიერთობები უფრო ხდებიან, უფრო ხდება ასეთი, ну, როცა აი სულის სულთან ასე რომ ვთქვათ, როცა არის ძალიან ერთმანეთისთვის მნიშვნელოვანი, როცა უკვე აი რაღაც სხვანაირი ურთიერთობა ხდება აქ. არ არის მარტო აგებული მხოლოდ და მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობაზე რა, ანუ სხვა ეტაპი იხსნება ურთიერთობაში, ანუ ჩვენი მიდგომა უკვე შევცვალეთ, ხო? ანუ გავიარეთ ეს ტრანსფორმაცია, მივხვდით რომ ჩვენ თქვათ ერთმანეთისთვის, მაგრამ მარტო სექსუალური თქვათ ენერგიებით ვარ დაკავშირებული ერთმანეთთან, უფრო კიდე სულიერიც არის ჩვენს შორის. და მე-20 არკანი აქ რა თქმა უნდა ახლა აჩვენებს ტრანსფორმაციას, რატო ბედი ერთობა, საგვარეულო ერთობა, ანუ რაღაცა ისეთი იღვიძებს შენში, რაც უფრო სწრაფად მოქმედებს. კიდევაც აჩვენებს იმას, რომ ადამიანმა იპოვა თავისი თქვათ პირადი დანიშნულება და უკვე წავიდა იმ გზაზე და მისი ცხოვრება შეიცვალა რა. ну, ჩემი აზრით, მაგალითად აი ენერგიებს როგორც მე ვგრძნობ, აქ უფრო ყველაზე ასე თქვათ რბილი ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ თითქოს აი უფრო აქ თუ დაუშვი და თუნდაც კარმული ურთიერთობა, აქ არის ის მომენტი, როცა უკვე რაღაცა უნდა მივხვდი, რომ უფრო ღრმად რა უნდა შევცვალოთ, მაგრამ აი ეს უფრო ნახეთ მონათესავი სულები ჩემი თვალსაზრისით უფრო არის, იმიტომ რომ მონათესავი სულებიც ერთმანეთს ეხმარებიან, მაგრამ ცოტა უფრო რბილად თქვათ, ვიდრე აი აქ რო კარმულ ურთიერთობაში რა რაც ხდება. აი ასეთი მინდოდა ინფორმაცია თქვენთვის მომეწოდები, იმედია რომ თქვენთვის იყო ეს სასარგებლო, გელოდებით რა თქმა უნდა კომენტარებში ვისთვისაც იყო ეს, შეიძლება უფრო კარგად გაიგეთ რამე არკანები, თქვათ ახლა ვინც უკვე მუშაობთ ტაროსთან, ვისაც გინდათ რომ ისწავლოთ, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ახლა სისტემა გვაქვს კიდევაც გითხარით ცოტა განსხვავებული, იმიტომ რომ ჩვენ არ უყურებთ მარტო ამ ერთ არკანს, თქვათ აი აქ რაც არის, ხო? არა, ამ არკანესაც აი თუნდაც მეხუთე ენერგია, ხო, ნახეთ ახლა ეს არის აი ასე ჯვარი ასე წოდებული, ხო? მე უნდა ვისწავლო რაღაცა, გავიარო ეს რთული კრიზისული პერიოდები იმისთვის, რომ მოხდეს ჩემი განიკურნება. აქ კიდე რა თქმა უნდა და როგორც გითხარით, სხვა არკანებიც არის. უფრო სამეფო კარის კარტიც არის, რომელიც კიდე გვაძლევს ინფორმაციას, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ამ ერთი არკანი წავიკითხოთ, აი ამდენი ინფორმაცია გამოვიტანოთ ერთი არკანიდან, ამიტომ უფრო მეტი ინფორმაცია და უფრო მეტი აი სიღრმავე აქვს, ანუ იმ სისტემაში, რა სისტემითაც მე ვასწავლე ჩემ მოსწავლეს, რაც მე თვითონ მივიღე და რითიც ვისწავლე. და მან არაზეც როგორც დააკვირდეთ თქვენ, მე ვფიქრობ, რომ ვინც თუნდაც რამე თქვა გაგიგია და ან თვითონ მუშაობთ, თქვენთვისაც კიდე იქნება, ნახავთ თქვენ, რომ აქ უფრო მეტი ინფორმაცია ვიდრე მარტო ნახატიდან რომ ავიღო და წაიკითხო თქვათ ეს კოშკი როგორც იციან ხოლმე დაინგრა, ყველა დაინგრა, ყველაფერი არაფერით არა შემთხვევაში ეს არის ურთიერთობა შეიძლება თქვა დასრულდეს ან გადავედეს სხვა ეტაპზე, ხო? დასასრულებელი დასრულდება,
რაც გასაგრძელებელი გაგრძელდება და შეიძლება წყვილმა ყველა ეს ეტაპებიც გამოიაროს რა ერთმა წყვილმა და თქვა ან სხვადასხვა პარტნიორებთანაც შეიძლება ადამიანი გაიაროს. ნუ ყველას აქვს თავისი გზა, რა თქმა უნდა, ყველას აბსოლუტურად, მაგრამ მე განახეთ თქვენ აი აქ ეტაპობრივად როგორ მიდის ტრანსფორმაცია და რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ჩვენთვის.